საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ქართველ მხატვრულ მოცურავეს მარიამ ალავიძეს შეხვდა და მსოფლიო თასზე მიღწეული წარმატება მიულოცა. შალვა გოგოლაძემ მას მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა. მარიამ ალავიძე მხატვრული ცურვის მსოფლიოს თასზე თავისუფალ სოლო პროგრამაში 200.76 მეასედი ქულა დააგროვა და ვიცე-ჩემპიონი გახდა. ეს საქართველოსთვის მხატვრულ ცურვაში მოპოვებული პირველი მედალია. ქართველი სპორტსმენი 1219.8 ქულით მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერიცაა. სამინისტროში შევხვდი ახალგაზრდა სპორტსმენ მარია ალავიძეს, რომელმაც მსოფლიო თასზე მხატვრულ ცურვაში მოიპოვა ვერცხლის მედალი. მე მიულოცე ეს წარმატებული ასპარეზობა, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში მარი არა მარტო მსოფლიო თასზე, არამედ მსოფლიო ჩემპიონატზეც ანალოგიურ და უფრო საუკეთესო შედეგი დაუბრუნდება საქართველოს. დღეს შევხვდი საქართველოს სპორტის მინისტრს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთან და ძალიან დიდი мотиваციის მომცემი იყო. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი კიდევ ერთხელ, რაც შეეხება შეჯიბრზე ამ ვერცხლის მედლის მოპოვებას. რა თქმა უნდა, ყოველთვის მქონდა მიზნად დასახული მედლის აღება მithumetes ძალიან ბევრი მეოთხე ადგილის შემდეგ და ძალიან მოხარული ვარ, რომ მაინც შევძელი და წინ კიდევ უფრო მეტი სამუშაო არის, რომ კიდევ უფრო კარგი და მაღალ შედეგებს მივახციო. ავიღეთ მეორე ადგილი და კიდევ უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ მე და მარიმ და სხვა გოგოებმაც, რომ კიდევ უფრო მეტად, კიდევ უფრო კარგ შედეგს მივახციოთ. მეორე ადგილი და პლუს კიდე რეიტინგში მსოფლიოში არის პირველი.